ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. გამარჯობა, მე პაატა ვარ, ეს ჩემი არხია სალახანა, გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი დაიბადა 4 იანვარს 1933 წელს ორჯონიკიძეში. მისი მშობლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ გიორგი შიოლაშვილი და ნატალია კობიძე. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზში, სადაც დაიბადა მომავალი საქართველოს პატრიარქი. მშობლებმა 3 დღის ახალშობილი მონათლეს და ერეკლე მეორის საპატივცემულოდ ირაკლი დაარქვეს. 1952 წელს მომავალმა პატრიარქმა ვლადიკავკაზის 22 საჯარო სკოლა დაამთავრა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, სადაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მისაღებად დაიცვა დისერტაცია ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის შესახებ. 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. მისი წინამორბედი იყო დავით მეხუთე. ილია მეორეს ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ძლიერი ხელით და აგენტურული ქსელით იმართებოდა საქართველო. პატრიარქად არჩევის პირველი 20 წლის მანძილზე, მაშინ ჯერ კიდევ როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო, მან შეძლო და მოახერხა ეპარქიების რიცხვი გაეზარდა 15-დან 33-მდე. მონასტერების რაოდენობა გაზარდა 53-მდე, ხოლო სასულიერო პირების რაოდენობა მიაღწია 1000-მდე. გახსნა სასულიერო აკადემიები ბათუმსა, ახალციხესა და ქუთაისში და აღადგინა გელათის სასულიერო სემინარია. პირველი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ილია მეორე, როდესაც 1978 წლის 14 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო მასობრივი გამოსვლები საქართველოში, სადაც რუსეთს განზრახული ჰქონდა გაეუქმებინა ქართული ენა, რასაც საქართველოს მოსახლეობა, ინტელიგენცია, სასულიერო პირები და სტუდენტები წინ აღუდგნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაახლოებით 15000 ადამიანი დაიძრა რუსთაველისკენ, მათ გზაში შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები, მათმა რიცხვმა 100000 გადააჭარბა. სწორედ 14 აპრილს საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველად კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. შემდეგი იყო 1989 წლის 9 აპრილი, სადაც კომუნისტურმა რეჟიმმა საპროტესტო აქციის მონაწილეებზე დაიწყო ნადირობა და ამ ყველაფერს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა ილია მეორემ. ილია მეორეს ლოცვა კურთხევით 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიამ საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი შერაცხა წმინდანად და უწოდა წმინდა ილია მართალი. 1995 წელს წმინდანად შეირაცხა ამბროსი ხელაია. 2007 წელს დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც სამშობლოსათვის თავდადებული ეწოდა, ხოლო 2012 წელს ბერი გაბრიელი და ეწოდა წმინდა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი. გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ და გავაგრძელოთ. პატრიარქის ინიციატივა ასევე იყო საყოველთაო ნათლობა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა. ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. 1988 წელს პატრიარქმა ინიციატივით მიმართა თბილისის აღმსრულებელ კომიტეტს, რათა გამოიყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისთვის სათანადო ადგილი. ტაძრის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა 1996 წელს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 9 აგვისტოს ილია მეორემ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. პატრიარქმა მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებას თხოვა და განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია და იგი სეპარატიზმის საფუძველი არ უნდა იყოს. 15 აგვისტოს ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა გორში, მან კონფლიქტის ზონიდან 4 დაჭრილის გამოყვანა მოახერხა და 6 გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა. ილია მეორეზე საუბრისას აუცილებელია ჩვენ აღვნიშნოთ მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. პატრიარქი 20-მდე ხატის ავტორია, რომლის ნახვა შეგვიძლია ჩვენ სამების საკათედრო ტაძარში. ილია მეორე გარდაიცვალა 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება არის უდიდესი დანაკარგი მართლმადიდებელი მრწამსის ხალხისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ყველას გისამძიმრებთ ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალებას. დღევანდელი თემა ამით დავასრულეთ. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ამ უდიდეს დანაკლისს. გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.